დიახ, შემოხევსება მოგახსენებთ. დავიწყო. დავაკალკულეთ, ხალბატონმა გვიპასუხა, აუხსენით, რომ ვინც ვიყავით ვარ პოლიციიდან, განუმარტეთ, აუხსენით, რომ მიმდინარეობს გამოძიება ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციის დეპარტამენტში, სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი ნაწილით ნიკოზ კაციას მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვის პროექტს. რა თქმა უნდა, უთხარით, რომ დაკავებულიც იყო, უთხარ დაკავებული იყო. კარის გაღება ცადეთ კი თანამშრომელმა, რომელსაც გადავეცი კონვერტით გასაღები, ცადეს გაღება, კარი ვერ გაიყო, სავარაუდოდ გასაღები ჩატყდა, ვერ მოხერხდა ვერანაირად შესვლა და წამოვედით აქეთ. კარებზე იყო კაკუნი, რომ ვიკითხე ვინ ბრძანდებით, არ მითხრეს კრიმპოლის თანამშრომლები იყვნენ, რომ იყვნენ, მითხრეს, რომ პოლიციიდან იყვნენ და ნიკუშასთან სახელს ვაზუსტებ, ნიკუშასთან გასაუბრება უნდოდათ, არ უთქვამთ ჩემთვის, რომ ნიკა იყო დაკავებული. არა, ნიკუშასთან გასაუბრება გვინდა. და როცა უთხარი, რომ მე მაინც ვერ გაგიღებთ კარებს, კარგი ნიკუშა მოიტანს გასაღებს და გავაღებთ კარებს. აი ასე მითხრეს, მოვიდნენ, რამდენ წუთში არ ვიცი, 15-ში, 20-ში არ ვიცი, მალევე მობრუნდნენ. როგორც ვიგებ, მე ერთ-ერთ ჩიხში ყავდათ ჩემი შვილი დაკავებული, ეს მერე გავიგე, რა თქმა უნდა. და რომ მობრუნდნენ, მივხვდი, რომ აი რო აღებდნენ, ხო, კარებთან დგავარ. და აი ხმაზე მივხვდი, რომ რაღაც მოხდა. ანუ კარებში ჩაუტყდათ გასაღები. ქალბატონო, ეხლა ჩვენ წავალთ. აი რაღაც ესეთი დამიძახეს, რას ქვია, წახვალთ მეთქი, ამ დაკეტილ კარებში მტოვებთ მეთქი, აქედან ვეჭხუბებოდი, ფაქტიურად ვეჭხუბებოდი. ფანჯარასთან მივედი, გავაღე ეს ფანჯარა და გისოსებს გავწევ მეთქი. კიბე მოიტანეთ და გადმობძანდით კიბე იმით მეთქი. ფანჯრიდან გადმოდით მეთქი. რატო არ ქნეს არ ვიცი.